სავალალოს დავახმევდი მოგურამ ამ მდგომარეობას რაც გვაქვს ახლა ქვეყანაში რომ ამ ყველაფერს რაც ახლა ხდება მოვაცილოთ პოლიტიკური, იმიტომ რომ ამჯერად ადამიანების გადარჩენაზეა საუბარი და ვეცადოთ რომ ვიყოთ ობიექტურები. მე არ წარმოვადგენ ისედაც ამჟამად ასეთ პოლიტიკურ ძალას, დიდი ხანია ფაქტურად უფრო ექსპერტის როლში გამოვდივარ და ამჯერადაც ვეცდები რომ ვიყო დამოუკიდებელი ექსპერტი პოლიტიკური შეფერილობის გარეშე. პირველი დავიწყოთ იქიდან აი ჰუმანური და ყველაზე მთავარი, ხო და მორალით, ხო? ადამიანი რას შვებით ჩვენ და აგვიფაროს ღმერთმა, მაგრამ ნუ სანამ გავხდებოდი უშუალოდ და ვიყავი სხვადასხვა დიდხანს ვიმუშავე პროკურატურაში და ვიძიებდი ძალიან რთულ საქმეს და მაგ ამაში საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის ქიმიურ მოწამვლის და ყველაზე მთავარი ახლა რაც მახსენდება არის თვითმკვლელობები. რომ ჩვენ პროკურატურა ვიძიებდით მაშინ თვითმკვლელობების საქმეს. და აი აქ იყო ძალიან ბევრი აი ქიმიური პრეპარატი, რომელსაც ღებულობდა და რას გვეკითხებოდა პირველი და რა ვიცოდი მე როგორც გამოძიება მომის გავდიოდი შემთხვევის ადგილზე, რომ პირველი უნდა მომეძია და მეპოვა აუცილებლად აი ის ქიმიკატები თუ სიტყვაზე იყო როცა შემთხვევით და დაგვიფრთხილეს რომ ბავშვი თამაშობს პატარა და რაღაც ფხნილს იღებს, რომ პირველი უნდა მეპოვა აუცილებლად რომ გადაგვეჩინა ეს ადამიანი ბავშვი დიდი თუ ვიღაცა რა ჩაყლაპა, რა მიიღო, რასთან ქონდა კონტაქტი, რომ ვიცოდი რომ ექიმი აუცილებლად მოითხოვდა იმას და დღესაც ხო იგივეს ვაწყდებით რა. შესაბამისი მკურნალობისთვის საჭიროა ვიცოდეთ ანტიდოტი ეგრეთ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რომ გადავაჩინოთ ადამიანი რომ ეს შხამი როგორ გამოვიყვანოთ და ერთი წელი გავიდა და ექიმები ამას ვერ გვეუბნებიან აი ჩვენმა წინა სტუმარმა ვატოს რგულაძემ მოგვიტანა დოკუმენტები ერთი წლის წინ მოითხოვა პასუხი კითხვაზე რა ნივთიერება გამოიყენეთ დარბევისას რომ ადამიანებმა სწორად იმკურნალონ ჩვენ როდესაც ხედავთ უბრალოდ თქვენ აჩვენეთ ჟურნალისტები ჩვენ ხედავთ ხოლმე რა ჭით ამ ადამიანებს მოდი სახე ვიზუალური მოდი აი გალუჯებული თვალები კანი ამას ქვია ციანოზი ანუ ფაქტურად ლუჯდება სისხლი, როცა ჟანგბადი არ მიეწოდება, ანუ ეს უფერულდება ის წითელი, მკვეთრი წითელი ბოლტულაგები, რომელიც ხდება ეს სიანოზი, რა, რომელიც ვლინდება, რომელიც შესამჩნევია. ჩვენ ნახეთ რომ ამ ადამიანებს ვინც ლაბორატორიუმში ყველას ჰქონდათ გალუჯებები, ხო, კანის. პრაქტიკულად მათ ჟანგბადის უკმარისობა უვითარდებოდა. ამას ესი არ იწევს. აი რასაც ჩვენ ახლა გვთავაზობენ და გვატყუებენ ფაქტიურად, ხო? მაგრამ ეს მორალურად და წმინდა ჰუმანური თვალსაზრისით არის დიდი უსინდისობა. იმიტომ რომ თუ შენ გთხოვენ ანტიდოტს და შენ ტყუილს ეუბნები, ანუ ეუბნები ნივთიერებას, რომელთაც შეიძლება ადამიანს უნდა უმკურნალო, ხო სიესე და მას აქვს სულ სხვა რაღაცა მოწამლა ნივთიერები, შენ კიდევ უფრო ურთულებ მას მდგომარეობას. თან სიესი ერთი თვის მერე დაწყებული, როდესაც სიტყვაზე ჩვენმა ექიმებმა და მადლობა მათ ფაქტობრივად იმათ წამოიწყეს აი ქართველმა ექიმებმა რომ დაიწყეს ამის შესწავლა რომ ერთი თვის მერე ამ ადამიანებს ჰქონდათ ეს სიმპტომები. CS ამას არ იწევს, უწერია პირდაპირ რომ 30 წუთი მაქსიმუმი არის 30 წუთი, როდესაც ისინი იწევენ ამ ხრჩობის ეფექტს, იწევენ თუნდაც აი ამ ციანოზის გამოწვევ ჟანგბადის უკმარისობას, კანის ასე თქვა პრობლემებს როცა გეწვის ყველა ლოცოვანი კაცი ასე მე ნელა ატანადი ხდება, სუსტდება და 30 წუთის მერე წესით ეს ყველაფერი უნდა გახდეს აბსოლუტურად ატანადი. აქ ჩვენ რას უყურებთ? ერთი თვის მერე ამ ადამიანებს ეს აქ ურთულდებათ პრაქტიკულად ვერ კურნავენ და ჩვენ ემიგრანტების მოვისმინეთ, რომელსაც გერმანიაში, ხო დანიაში სხვა ევროპულ ქვეყნებში ექიმებს მიმართეთ ისინი თხოვენ რით მოიწამლეთ ეს მოწამლა ხალხო და რით მოიწამლეთ იმიტომ რომ უკუ დადგენა შეუძლებელია ანუ ორგანოების დაზიანები თუნდაც იყო გერმანიაში და იაპონიაში სადაც გნებავთ ხო რომ ექიმმა დაადგინოს ანალიზების მეშვეობით რა იყო გამოყენებული შეუძლებელია ყველამის ჯერ ყოველ შემთხვევაში კაცობრიობას არ აქვს ეს უკუ და ამიტომ ვითხოვენ რომ გითხარით ან მიმართეთ თუ რა
გამოიყენეს რა მოგწამლად. გასულ ხუთშაბათს გადაცემაში ხალხთან ერთად ჩვენ უცხოეთიდან ჩავთეთ აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ქალბატონი, რომელიც ყვებოდა, რომ საქართველოში ვერ მიიღო მკურნალობა, შესაბამისი მკურნალობა, იმიტომ რომ ვერ დაადგინეს რამ გამოიწვია მის ჯანმრთელობის დამძიმება, უცხოეთშიც ამ დრომდე ვერ ადგენენ, აი 10 დეკემბერს მას ეწოდინება სავარაუდო მიზეზი ძალიან ვრცელი და სიხრმისეული გამოკვლევების შემდეგ, თუმცა არ ვიცით შეიძლება ისევ ვერ დაადგენენ. მაგრამ ფაქტია რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა იმდენად გართულდა რომ უცხოეთში გადაწყვიტა მან წასვლა რომ თავი გადაერჩინა აი ამ წყლის ჭავლისგან მიყენებული ზიანის შემდეგ რა გავიგეთ იმის მე რაც BBC-მ გააქტიურა ეს საკითხი მართლაც გააქტიურა BBC-მ იმიტომ არ უტკივათ ასე რა რომ ადამიანების შეიძლება არა ასეულობით არა შეიძლება რამდენიმე 1000-იც ასეულობდეს რომელთაც არ იცოდნენ რომ ისინი მოწამლეები იყვნენ ანუ ამ წყალს ფაქტურად თქვენ მიაქციეთ ყურადღება მეც მიაქციეთ თაშორის მე თაშორის პირველად მიაქცია მას ყურადღება აი CSKO-ს სულა მაშინ პირდაპირ ეზოს შიგნიდან გვასხამდნენ აი პოლიციელები რომ მოიწამლენ და იქ იყავით თქვენ იქ ვიყავე და იმდენად გაუსაზრისი იყო რომ რამდენიმე ადამიანი რაც ჩაეტია ჩემ მანქანაში შახსი წავიყვანა მე იქ ახლოს ხორო და ეს ვეცადეთ რომ ეს მოგვეცილებია დავბრუნდით და ისევ დაგვასველეს აი ეს მწარედ მახსოვს ეს ხო თარგაბაძესთან ინტერვიუში ლაშა შერგელაშვილმა დაადასტურა გასვათ ხო რომ საცრაფოთი წაიყვანეს პოლიციელები რომელიც იგინებოდნენ იქ ფუთხებოდნენ იმ ზღოლის დახჭობა უნდა და ასე შემდეგ რომ მათ თავის თავზე იწვნიეს ეს ხდება 20-ში დროსაიჩეგი და სანამდეობაზე მუშაობდა. ანუ ეს ჩვენ გამოცდილი გვაქვს საკუთარ თავზე ეს წვა, ეს გაუსაძლის, აი სიტყვას მინდა. ხეთ აი ეს ჰოლშტეგე, ტოქსიკოლოგი ამბობს, რომ ესი ატანადია. შეიძლება იქვე გაჩერდა, აი ჩვენ ნახეთ, ჯერ კიდე გახარია დროს კავრულოვის ღამეს, როგორ ბრუნდებოდნენ უკან, ხო? შეასხამდნენ ამ გასიეს, ცოტა ხანი გაუვიდოდათ, რაღაც მოიშუშებდნენ და უკან ბრუნდებოდნენ ისე უტენდნენ. მე ეს შეუძლებელი იყო თუნდაც 20 წელს როდესაც შეგვასხეს რომ თუ არ მოხდახვიდოდი რამეს არ გამოიყენებდი ისეც ვერ გაჩერდებოდი და მეორე ეს შეუძლებელი ხო აი 2024 წლის დეკემბერში რომ ეს ადამიანები კლინიკაში მოხვდნენ და იქაც კი ვერ უმკურნალეს ბოლო ანუ არ ყოფილა ეს CS-ი ეხლა ეს არ არის ეს დაფიქსირებული დოკუმენტურადო ასე საყვედურობენ ქართული ოცნების მომხრეები და სპიკერები და სხვა შორის ბევრი ამბობს ვინც პაციენტად გაფორმდა სხვადასხვა კლინიკაში ამ წყლის ჭავლისგან მიღებული ზიანის შემდეგ რომ იქ სხვა მიზეზებს წერდნენ ექიმები მიზან მიმართულად. ესეც კვლევის საგანი უნდა გახდეს, რამდენად იყო ეს ასე და ზოგადად აი საყვედურობენ BBC-ს გამოძიების შემდეგ რატომ აღმოაჩინეთ სიმპტომებიო და არა ამ გამოძიების შემდეგ არ აღმოაჩენია. ჩემი ჩართვა გავიხსენე შაბათის ფორუმამ გააჩვენა ეს რეპორტაჟი და სხვა ჟურნალისტებიც ყველა თავის პირდაპირ ჩართვაში ნოემბრიდან დეკემბრის აქციების ჩათვლით ვამბობდით რომ ეს არ იყო მხოლოდ წყალი, ეს იყო წყალი რომელიც გვწვავდა ამას ვამბობდით ერთი წლის წინ პირდაპირ ეთერის დროს ხო ეს არის მტკიცებულება რომ იქვე იმ წამსვე ვიგრძენით ჩვენ ეს გავლენა და თქვენთვის ბატონო კოტე რას მიანიშნებს ის ფაქტორი რომ სუსმა თავის ბრიფინგზე მხოლოდ 4-5 დეკემბრის მოვლენები გაიხსენა 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პროცესები რატომ არ ახსოვს რატომ არ უნდა ამაზე ლაპარაკი მე ვერ დავაქმედე ამას გამოძიება შეიძლება წყალებში ჩავსვათ იმიტომ რომ ხო წარმოგიდგენიათ აქ ყველა საკითხია უდგება ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ექსპერტები ვართ, თქვენ ჟურნალისტები ზანდები და დაგვსვათ საკითხები. გვაქვს ამის უფლება. გამოძიება ხო ამის უფუნება არა. გამოძიებას და სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა სპეციალური ცოდნა, მათ შორის ტოქსიკოლოგიის მიღწევები, მათ შორის თუნდაც უცხოეთში თუ არა აქვს ასეთი რამე და უნდა დადოს პასუხი ნამდვილი, რომელზეც პასუხი ეს არ შეიძლება იყოს ვარაუდები სახელმწიფო 5 დღეში როგორ გააკეთეს ეს ყველაფერი. როგორ გაგცეს პასუხი თუნდაც იმ კითხვაზე, რასაც მე ახალ სვამ. ჩვენ ხო გვეცოდინებოდა ძალიან ადვილად რომ ენახებინა ჩვენთვის ხეშეგული. თუ ხეშეგულებაში მარტო UN 34-39 ხო წერია, იქ ხო უნდა იყოს დასახელება. დასახელება ხო უნდა ყოფილიყო რა ერქვა ამან. იყო ეს ნამდვილად სიტყვაზე ბრონზ ეს ბენზი ხო ის პრომოპენზილი ციანიდი ხო რომელიც არის ის კამიტე მაშინ ეწერებოდა იქ აუცილებლად აი ეს ბრონო ბენზილ ციანიდი და ის UN კოდი ამ ხოლო ტრანსპორტირების კოდი ამას სახელი ქვია ხო რა ზავარდა საზღვარს ვერ გადმოგვეთავდა ის თუ ეს ჩაიწერებოდა ხო რატო არ გვაჩვენებ ამას ეს ხო მაჩვენებელი იქნებოდა სიტყვაზე მენტეთ მე ვარ ექსპერტი ხო მე თუ მაჩვენებ ახლა
დავუშვათ მე რო ვიყო ადვოკატი და სიამოვნებით ვიქნებოდი ყოველგვარი ანგარიში ნებისმიერი თუ მომართავენ ახლა თქვენი ეთერი შეგვიძლია მიმართო ხო და მიმართავ მათ ჩვენეთ უბრალო აქტია ხელშეკრულება თუ ეს იმ შეჩვენებულმა ვანო მერაბიშვილმა შემოვიტანა თავისდროულად და დასაჯელია თავსაჯოდ და მათ ჩვენეთ რა შემოვიტანა იმ ხელშეკრულება ხო არსებობს საზღვარი ხო გადმოლახა თქვენ ხო აღრიცხეთ იმ ლაშამ ხო გადასცა ზედნადები ხო ანუ თქვენ ეს აღრიცხეთ რა აღრიცხეთ რა ქვია ხელშეკრულებაში ხომ და ეს ხომ აქტივია ხო მაშინ მე მეცოდინება იურიდიულად ეს უკვე სამართლე არა ქიმიურად არამედ სამართლებრივად მეცოდინება რომ 2007 წლის სიტუაციაზე 11 რა არის ოქტომბერს თუ როდესღაც საზღვარი გადმოკვეთა ხელშეკრულების საფუძველზე ამადამ თვითონ რომელსაც ქვია სიტუაცია აი ეს ქლორობენზილციანეთი ან არ ქვია და ქვია აი ეს რაღაცა რასაც ახლა გვეუბნებიან სიეს რატო არ კასრი და შოში კასრით როგორ უნდა დავიჯეროთ მე თქვენ ეს კასრი შეიძლება დაშოისი ავერსი მე არ მომეწონა ეს ავერსის დასახელება რანაჯერ იმიტომ რომ ავერსი იყენებს აი ზუსტად იმ პროპილენ გლიკოლს მე სპეციალურად გლიკოლი რასაც ახლა გვთავაზობენ რომ ის კი არ გამოვიყენოთ რა იდო მაგრამ ეს სხვა გამხსნელია 10-ის არ არის შაქარი ის გამხსნელი იმიტომ რომ ეს პროპილენი გაზია და ეს გლიკოლი არის რომელსაც ავერსი მეგონი აწარმოებს თუ ყოველ შემთხვევაში რეკლამა აქვს რომელიც აი კანის გამწვენდია ანუ ქეცლავს ნახეთ რა შეესაქმე აი ეს ეთილენი ტრიქლორეთილენი რომელიც არ გამოიყენებს საშინელება ეს ამის ნათესავია ეს გლიკოლი კანს აცლის ზეთოვან საფარს რაც გვისავს ჩვენ შხამების და ამის შეღწევისგან თუ გლიკოლს გამოიყენებ ნებისმიერი შხამი ორჯერ უფრო შეღწევადი ხდება ანუ იმ ზეთოვანს ასლის გლიკოლი ესე წამალი ჩვენ შეგვიძლია აფთიაქში ავერში წავიდეთ და ვიყიდოთ ახლა გლიკოლი ტრები დავისვათ და უფრო გლუვი, ანუ გლუვი ის საფუძველზე ხდება. კანს აცლის ზედაპირს, ზეთოვან ზედაპირს. და აქ არის საკითხი პროპორციებზე, გამოყენების წესებზე და შემდეგ ჩალში. ქიმია რა არის, ხო? ჩვენ შეგვიძლია ცალ-ცალკე გქონდეს RGB-ში რაღაც სითხე მეორეში, მაგრამ ერთმანეთს თუ ურეთ თეთქდება. აი ეს არის ქიმია, ხო? ახლა კინოებშიც გვინახია და ალქიმიკოსები რასაკეთებს რაღაც ურეთ. აი ჭაჭა ახსენა ჩვენ ანჯგვიანი პარლამენტის პაპუაშვილმა. ჭაჭა არის ეთილენი, ეთილის სპირტი. კარგად სწორად ახსენა, ოღონდ ამაზე ქილქილი და გლიცინი არ შეიძლება. თუ ამით ადამიანები ეს მაგალითად ისის ყველა დისტილაციას ვინც აკეთებს ჭკვიანები, მაგალითად მე ბიძამ ასწავლიდა ამას. რო გამოხდი პირველს რო გამოხდი ჭაჭას გადაასხი. იმიტომ რომ ის აი მე ეთილით არის გაჟალ მოგწამლავს. ნახე მასწავლიდა. ანუ პირველს 80-ზე მეტი აქვს. 85-86 შეიძლება იყოს პროცენტი. აი რო ასხამენ და რო ალდება ეს აჩვენა. რომ ფეთქდება ფაქტიურად ის ფეთქება და ის არ შეიძლება ის უნდა გადაასხა ანუ და მე რაც არის უკვე შემდგომ სუსტდება უკვე შეიძლება გამოყენება ხო ანუ კი ნებისმიერი აი ეს შხამები რაც დაგვისახელეს ყველა შეიცავს ალკოჰოლს რა თქმა უნდა შეიცავს ეთილის სპირტს რაც მომწამლელია შხამია მაგრამ ნახეთ CS რა არის როგორი შიფრება რომ ჩვენ მაყურა ადვილია და არ ჭირდება ეს არის ნახშირბადი ანუ კარბონი C და ესი არის სულფური გოგირდი. ერთის და მეორეს მომწამლავია. განსაკუთრებით გოგირდი ფაქტიურად ამ სოლიდის ანუ მყარ მდგომარეობაში არის მკვეთრად ყვითელი ფერის ყვითელი წყალი გასვოთ. ხო ეს მოედინებოდა ეს ყვითელი წყალი. უგრელმა ჟურნალისტმა გადაიღო ეს ვიდეო. ანუ აქ იყო, ნახე და რა მივიღეთ ჩვენ. ნახშირბადის გამო ქვია ეს C ქმნის აი ციანიდი რომ C N 200 რომელიც ციანი სამედო მეძახიან. C და N. ფორმულა არის C უდრის N-ს. ანუ C აქ არის ნახშირბადი. და არ არის ციანო ჯგუფიო ვიღაცა გიმტკიცებდა. არის რა თქმა უნდა ეს, მაგრამ ამას ქვია simple cyano group, ანუ ფაქტობრივად მარტივი. და რა ქმნის მძიმეს, რომელიც ეგრევე კლავს, ფატალურია. იმას ასად არ იყენებენ, ეს არ არის 74-39-ში, 10-ით იწყება, 10-34, 10-37. მაგრამ ის ეგრევე კლავს ის საშინელება და განსხვავება რა არის ამ simple-სა და heavy შორის წყალბადი, ჰიდროჯენი. ანუ ჰიდროჯენი თუ ერევა, მაშინ ის ხდება მძიმე და სად გახსნეს და სად ჩახარეს ესა? წყალში. წყალი რა არის? წყალბადი და ჟანგბადი, ხო? ანუ თქვენ წარმოგიდგენიათ, ახლა მე ნამდვილად დავარ ქიმიკოსი და ვერ გეტყვით რა რეაქცია მოხდა იქ, მაგრამ როდესაც ჯერ გახსნეს ამ თუნდაც დაუჯეროთ, რომ აიღეს CS-ი, რომელშიც არის ნახშირბადი და გოგირდი, ჩააცხეს ამაში
პროპილენში და გლიკოლში, სადაც არის საერთაშორისო ის გაზია ეს პროპილენი, რომელიც იწვის და ეს ყველაფერი ჩაყარეს წყალბადში და ჟანგბადში. რა მივიღეთ? რა მოუვიდა ამ ადამიანებს? ამაზე პასუხს ვინმე იძლევა? ეს ექსპერტიზა ჩაატარეს 5 დღეში? ჩვენ გვითხრეს რომ ეს ერთად 5 დღეში მსგავსი ექსპერტიზა. ჩვენ სვამთ კითხვას და BBC სვამს კითხვას რომ თქვენ შექმნით ქიმიური იარაღი ისინი სვამენ და იმათ ეთყობა მეტი იციან ეს ლაშა ხო ამბობ? კი. გაცილებით მეტი იციან ვიდრე გვითხრეს. და სახელები და გვარები იციან, მათ შორის მაგალითად წყლის ჭავლის მანქანის მძღოლი ვინ იყო და ასე შემდეგ. და ჩვენ სვამთ ამა თქვენ შექმნით ქიმიური იარაღი და გამოიყენეთ თქვენ ხალხ საერთაშორისო დამნაშავეები. იმათ გაქვს ეს პასუხი ჩაატარეს ექსპერტიზა და ასე გვაჩვენეს. გარდა იმისა, რაზეც ახლა თქვენ აქცენტი გააკეთეთ ბატონო კოტე, ტრიქლორეთილენი გამოიყენეს თუ არა 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. დღეს პარლამენტში ამ კითხვით მიმართეს კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს და გაიქცა ბოლოს ტრიბუნიდან. ანუ ტრიქლორეთილენი გამოიყენეს თუ არა 3 დეკემბრის ჩათვლით. შენ აღიარებ რომ ეს ქონდა, გეტო. 4 და 5 დეკემბერი ამაზე რომ ლაპარაკობს მხოლოდ სუსის გამოძიებელი, რომელიც ბრიფინგზე ვერ კითხულობს ნივთიერებების დასახელებებს, სწორად ხო ყველამ ნახეთ, ცოტა სასაცილო იყო. რატო არის ეს მინდა გითხრათ როგორც ასევე იურისტმა, რატო აღიარებენ იმ ტრიქლორეთილენის და აქ რა ხრელი იპოვეს აქ მეორე შემთხვევაში. ის 17-10 კოდი მარტო ერთ ელემენტს მოიცავ. ტრიქლორეთილენი ანუ ამ კოდით სხვა არ შემოდი. შეუძლებელი იყო ამის უარყოფა, იმიტომ რომ ზედნადები რო არსებობდა, სადაც ეწერა UN 1710, ესე იგი იმ საწყობში ტრიქლორეთილენი იდო, ესე იგი იურიდიულად იყო დადასტურებული და ამას ვერ გაიხსენ. კი გვედო, მაგრამ არ გამოგიყენებია. და აქ ქონდათ ხრელი, იმიტომ რომ იყო UN 34-39, რომ მოიცავს ფაქტოს სპექტს, მაგრამ სპექტრიდან მარტო 4 ელემენტია, რომლის გამოყენება შეიძლება ფაქტურად ამაში, როგორც სემდენი გაზის ან ესეთი არეულობის დროს 4 ელემენტია, სულ დანარჩენი არის სასუქები, პესტიციდები, ფუნგიციდები და რა. ხო, თქვენ სხვათა შორის დროებაში ძალიან საინტერესო ანალიზი გქონდათ, შესაძლოა საერთოდაც მომწოდებელი ბელარუსი იყოს. დიახ, იმიტომ რომ იმათ აქვს ზუსტად ხლოროპიკრინს უძახიან, მე დაურეკე კიდევაც, მაგრამ მოგაწვით თქო კგბ-ს ნება თოჭიდება ბელარუსი ისო მიწეს. და ხლოროპიკრინს ახლა იყენებენ გურამ უკრაინელების წინააღმდეგ იყენებენ. ახლა საერთოდ ისეთ როგორც BBC-ს ხოთაშორის ჩართული ამ გამოძიებაში მე ვნახე ეს ფილმის ნახე ყველა რა ქვია 9000-ზე მეტი მტკიცება დადო უკრაინა რომ ხლოროპიკრინს ამგას და თქვენმა ჟურნალისტმა ნათია გოგსაძე ხო თქვა გავიქცა მირზაიანოვი ჩაწერა და ყოჩა ღმას მის ალღოს. აი ეს ნოვიჩოკის შემქმნელი საშინელების ითაც მოწამლეს და მირზაიანოვმა პირდაპირ თქვა რომ კამიტეს არ მისცემდნენ ივანიშვილის ხელისუფლებას. მათ რუსეთიდან ხლოროპიკრინი, ანუ მე რასაც 3 დღის წინ ვიცახდი მირზაიანოვმა, ვინც ყველაზე კარგად იცის, ახლა ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ მისი შექმნილია რუსეთში. ეს ნოვიჩოკი და ყველაფერი ზეპირად ეს ტონობით აქვს, ეს ხლოროპიკრინი არის რუსული კამიტე. ერთი-ერთში აი ის სიმპტომები, რაც ხდება ახლა უკრაინელ ჯარისკაცებში, ამას იყენებენ ისინი, ეს ჩადეს ხელის ყუმბარებში და აი სადაც ბუნკერებში იმალებიან უკრაინელები ჯარი, იქიდან გამოსადევნად იყენებენ. ისეთი გაუსაძლისი სიტუაცია იქნება იქ ამ გაზის გაფრქვევის გამო, რომ დამორბიან იქიდან ჯარის. წარმოგიდგენიან. ამიტომ ვამბობ, რა ადვილი იყო ბელორუსიდან ამის ჩამოტანა და რადგან რას უკავშირდება, რომ 17 წელი რო ხვნილი ედო მერაბიშვილი შემოტანილია, როგორც ისინი ამბობენ. 17 წლის მერე რამე წამალი შესაძლებელი ამას აღარ ჭირდება. და გვახსოვს ჩვენ გომელაურმა რომ გააფორმა ხელშეკრულება კგბ-სთან ხო? სტრატეგიული სტრატეგია. ასე ქვია. ესაც მასე ქვია. კი. ბელორუსიაში კგბ ქვია. ჩვენ და საუბედო. ახლაც ქვია კგბ. და კგბ-სთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული. სტრატეგიული თან. კი. არ უნდა გამოგჩეს კიდევ ერთი თემა, რეგიონი აზერბაიჯანი, საქართველო და ძალიან მწვავე გამოხმაურება ფაქტობრივად აზერბაიჯანული მედია ახლა ვიცით რასაც აჟღერებს ეს ოფიციალური პოზიციაა ბაქოსი ხო და ასეთი სტატია ქვეყნდება რომ საქართველოს მშვიდობის წინააღმდეგ და საკმაოდ მწვავე ტონი ისმის რომ თბილისი ბაქოს მოთმინებას და მისი მოთმინების ზღვარს სდის. მოდით მაყურებელს ვუთხრათ რაშია საქმე, რამ გამოიწვია ეს დაპირისპირება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ამ ხელისუფლების კიდევ ერთი მავნებლობა რომელიც ჩვენს ძალიან სტრატეგიულ პარტნიორს ეხება. ძალიან კარგად ვიცნობ პირადად
აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვისი მის თავშეკავების ხარისხით იცი რანაირი დიპლომატია, მას დიპლომატიური განათლება აქვს და შესაბამისად რომ ის ასეთი გაბრაზებულია, ამას ვერ მალავს, რას უკავშირდება ორი ამ ბოლოს დროს განვითარებული ვერ წაიგითხავ აზერბაიჯანულ პრესას საქართველოს მიმართ და მეცნობენ ამას მუდმივად. როგორც ასევე სომხურს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აზერბაიჯანის სახელმწიფოების პოზიციას გამოხატავს. დიახ, რა თქმა უნდა, იქ ალიევის მოგეხსენებათ, იქ ალიევის გარეშე ასეთი რამეები არ მოხდება. გამორიცხულია კიდევაც, რომ მინისტრის მოადგილე ოფიციალურმა ვიღებამ ასეთი განცხადებები გააკეთა. რამ გამოიწვია ეს? რამ გამოიწვია? ძალიან რამდენიმე სანამ ბოლოზე მივალთ ეს 3 დღის წინ იყო ეს სკანდალი და ახლა ძალიან სერიოზული სკანდალია აზერბაიჯანში. დაახლოებით 2 კვირის წინ სკანდალი იყო, რომ აქ ჩაწერეს აი ესეთი როგორც თქვენ გაქვთ ჟურნალისტური გამოძიება, როგორც სხვა ტელევიზიებს აქვს, იქაურმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ჩაწერეს მსხოლები, დიდი სატვირთო მანქანის მსხოლები, რომელსაც თქვენ 20 დღე გაგვაჩერეს, 25 დღე გაგვაჩერეს საქართველოში უმიზეზოდ, მაგრამ კაი ამას ავიტანდით, იდე. ბოლოს გვეუბნებოდნენ დამცინებად, რომ წაეთრიეთ თქვენ ზანგეზურში, დაუკვირდით. თქვენ ზანგეზურში წაეთრიეთ და იქიდან იარეთ აქ რას მოდიხართ. ანუ ადამალეს გაღიზიანება, რომ ზანგეზურის დერეფანი, რომელიც ახლა რომელიც შენებლობა სერიოზულად მიდის და ეს ალიევის სწორედ დიდი დამსახურება და მისი კონტროლის ქვეშ მიდის და მის უკან დგას სწორედ ეს ამას ტრამპის მარშრუტი დაარქვეს და ამაზე საშინლად არის რუსეთი გაღიზიანებული მოსკოვი. ანუ ამას პირდაპირ ისინი ამბობდნენ იქ ჟურნალისტები, რომ მოსკოვის დავალებით აკეთებს თბილისის სირცხვილი, თავის მოჭრა და დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე. აზერბაიჯანმა გადაგვაჩინა მაშინ, როცა გაზი აგვიფეთქა რუსეთმა გასულ თქვენ გავიყინებოდით შუაგულ ზამთარში, ხო, ოსეთის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანი გვაწვდიდა ყოველთვის, ხო, ნავთობპროდუქტებს, როცა რამე წარმოიშობდა, სულ სხვა განსხვავებულ ფაში, როგორც გაზ და დღეს ამას უკეთებ ჩვენ აზერბაიჯანს უკან. მეორე, რამაც გამოიწვია, კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია, რომ ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს, ახლა ხან 3 დღის წინ აზერბაიჯანმა ოფიციალურად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სხვათა შორის და სამინისტრომ ტრანსპორტის მოვარდა საქართველოს მთავრობას წერილით, ოფიციალური წერილით, რომ იწყება სომხეთსა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაიდო უკვე იქ გაუმჯობესდა ურთიერთობა, თან ძალიან მაღალ დონეზე გაუმჯობესდა და აზერბაიჯანი მზად არის მიაწოდოს ნავთობპროდუქტები სომხეთს. წარმოგიდგენიათ? ოღონდ ამისთვის ჭირდებათ რკინიგზა, რომელიც ჯერ არ არსებობს. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ერთადერთი ბიუკასიკიას ჩვენი რკინიგზის სადგური გადავაში იქ მოდი ესეთი მარშრუტი წარმოადგენს, რომ იქ უნდა წამოვიდეს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტები, ბიუკასიკში, ანუ საქართველოში შემოვიდეს, გადაიხადოს ყველა გადასახადი ტრანზიტის მათ შორის და მერე წავიდეს სომხეთში უკვე სომხეთის საქართველოს არსებული გზით. ერთადერთია ჯერ მეგობრული სახელმწიფო გთხოვს, გითხარით ტარიფი რა გადაგიხადოთ, რომ ამან გაიაროს და დარწმუნებულები არიან, რომ შენ მეგობარი სახელმწიფო რაღაც გონივრულ ტარიფს შესთავაზებ, რაც მიღებულია მათ ქვეყანაში, შენს ქვეყანაში, მეზობელ ქვეყნებში და რა მოხდა? 111 კილომეტრია გვრავეს მანძილი. რაც უნდა გამოიაროს საქართველოს ტერიტორიაზე და მივიდეს სომხეთის საზღვართან. 111 კილომეტრია სულ. მოთხოვეს 1 ტონაზე $92. აზერბაიჯანელი სპეციალისტები წერენ ჩვენ ტერიტორიაზე როცა გადაგვაქვს ხვების რუსისაც მოთა 600 კილომეტრზე მაგალითად, ანუ 6-ჯერ მეტზე ვიდრე საქართველოში უნდა გაიო. 1 ტონაზე თხოვთ $17, 600 კილომეტრი. ამათ მოთხოვეს 100 კილომეტრში $92 1 ტონა. ანუ უარი უთხეს ფაქტობრივ. ეს იყო შენიღბული უარი. როგორ ხსნით ამას? ისევ რუსების დავალებით. ეს არის რომ რუსი ამბობს რომ არის თანამშრომლობ ზანგეზურის დერეფანთან. არის თანამშრომლობ სანამ დავახჩოთ ამ სიტყვას ხმარობენ აზერბაიჯანელები. ჩვენ გვახჩოთ, თო? თან გვიტკიცეთ რომ მეგობრები ვარ და ჩვენი დახჭობა გინდა, თო? აი პირდაპირ წერია ეს რა არის? ეს არის თუ არა მავნებლობა ქართული ინტერესებისადმი? არის თუ არა პირდაპირ ღალატი ქართული ინტერესები? საქართველოს, იმიტომ რომელიც საქართველოს თავაზობენ რომ იმ ზანგეზურის დერეფოს შეუერთდნენ და იყოს ნაწილი ამით
ისინი ამბობენ ამას და ჩვენ მხოლოდ ვაფართოვებთ, კი არ კეტავთ. ანგეზური აფართოვებს ამ შუა დერეფნის შესაძლებლობას, სადაც საქართველოს იქნება ერთ-ერთი სერიოზული შემადგენელი ნაწილი. არა ქართველებმა, სანამ თქვენ ამერიკელების ამ პროექტს ახორციელებთ, თქვენ ხართ ჩვენი მტერი. ჩვენ თქვენთან არ თანამშრომლობთ. ამას ნიშნავს, ეს არის საქართველოს ინტერესების სამსახური, ეს მთავრობა, რომელიც აკეთებს, სამ პირდაპირ კითხვას ყოველგვარი შელამა არის თუ არა მოღალატე საქართველოს ინტერესები.